რეალური გეგმა თუ ანაკლიის პორტის პროექტის სრული ჩავარდნა ოცნების პოლიტიკის გამო. Რატომ გაჭიანურდა პორტის მშენებლობა, რატომ აღარ ერთვება მასში ჩინური ინვესტორი, რომლის არსებობის შესახებაც ოცნების ხელისუფლება მოქალაქეებს 2 წლის განმავლობაში არწმუნებდა. Როგორ აპირებს ივანიშვილის ხელისუფლება თვითონ მართოს პორტი და არის თუ არა გეგმა რეალური, რომ ანაკლია მართლაც აშენდება. კითხვები ძალიან ბევრი გაჩნდა ოცნების ეკონომიკის მინისტრის განცხადების შემდეგ. ახლა ოცნება პორტის აშენების პირობასაც დებს და მართვასაც თვითონ მაგრამ საერთაშორისო ინვესტორებზე ტერმინალებს იჯარით გასცემს. ოცნების მინისტრი გვარწმუნებს, რომ დაინტერესებულ მხარეებს შორის დასავლური ქვეყნებიც არიან, მაგრამ რომლები არ აკონკრეტებს. ამიტომ ოპონენტებისთვის ესეც აჭენს ეჭვს, რომ დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა სტრატეგიული პროექტის განვითარებაში ოცნებას საერთოდ განზრახული არ აქვს. უფრო მეტიც, პორტის აშენებაც კი არ შედის მის გეგმაში. თამარ დემეტრაშვილმა მოისმინა შეფასებები და უფრო ვრცლად მოგვიყვება პერსპექტივების შესახებ. ღალატი ქვეყნის და ხალხის წინაშე ასე აფასებენ ოპონენტები ქართული ოცნების ახალ გადაწყვეტილებას, რომელთაც ანაკლიის ღრმაწილოვანი პორტი ახალი მოდელით უნდა აშენდეს. მიიჩნევენ, რომ ჩინეთის თემის შემოტანით მათაც და ჩინეთმაც რუსეთის ინტერესები გაატარეს და წლების განმავლობაში შეაფერხეს პროცესი. ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სურს ამ პორტის აშენება და მისი მიზანია ეს პროექტი დასავლეთთან სავაჭრო თემად გამოიყენოს. მაყურებელს შევახსენებთ, რომ პორტს პირველი გემი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიიღო, მაშინ პორტს ანაკლიის კონსორციუმი აშენებდა. ხაზარაძე ჯაფარიძის ჯგუფის ჩამოშორების შემდეგ კი ოცნებამ გამოაცხადა, რომ პორტს ინვესტორთან ერთად სახელმწიფო აშენებდა და 51%-იანი წლის ფლობელიც თავად დარჩებოდა. გამოვლინდა კიდეც პოტენციური ინვესტორი ჩინური სახელმწიფო კონსორციუმის სახით, თუმცა წლები ისე გავიდა, რომ ოცნებამ ვერც ჩინელების შემოყვანა მოახერხა და თუ გაბედა. წლების დაკარგვის შემდეგ კი ახლა აცხადებენ, რომ კიდევ ახალი მოდელით ამჯერად სრულად ბიუჯეტმა უნდა ააშენოს ეს პორტი. პულირება იმით, რომ თითქოს და კარგია სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინვესტიციის განხორციელება, იმიტომ რომ კონტროლი ექნება სახელმწიფოს არის ტყუილი და манипуляция, რეალობა არის ერთი, საქართველოში არავის არ სურს დღეს მსხვილი ინვესტიციის ჩადება. იმ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან და ჩინური კომპანიებიც კი თავს არიდებენ საქართველოში მსხვილი ინვესტიციებისგან. ივანიშვილის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი პროპაგანდა და საკუთარი მერკანტილური ინტერესებით ვაჭრობა, მათ შორის ჩვენ საგარეო პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო ღირებულება და მნიშვნელობა. პრობლემა არის ხელისუფლებაში, პრობლემა არის ივანიშვილში, რომელსაც არ უნდა და არ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტის აშენებით. მას არ უნდა, რომ საქართველოს შეიძინოს უსაფრთხოების ახალი ჩარჩო. ჩინელებმა ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს. ფაქტობრივად მოგვატყუეს 3 წლის განმავლობაში, შეასრულეს რუსეთის დაკვეთა და ანაკლიის პორტი უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. აქ ფინანსები კი არ არის, თავარი არის სპორტის სამომავლო სიცოცხლის უნარიანობა. დიდი დროის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლის შემდეგ ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს. ოცნების მთავრობამ ჩაიდინა დანაშაული. უღალატა ხალხს. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ახალი მოდელით პორტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მარიამ ქრუიშვილმა დღეს გამოაცხადა. პორტს ბიუჯეტით აშენებენ, ტერმინალებს კი დაინტერესებულ სახელმწიფოებს და კომპანიებს იჯარით მიაქირავებენ. ახალი მინისტრი ახალ პირობას დებს პორტმა პირველი გემი ამჯერად 2029 წელს უნდა მიიღოს და მისი საინვესტიციო ღირებულება $1.1 მილიონი იქნება, რომლის უდიდესი ნაწილის გაღება სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს. არდა თავის დროზე ოცნება ანაკლიის კონსორციუმს სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე უარი უთხრა, ახლა კი მთელ ინფრასტრუქტურის აშენება სწორედ სახელმწიფოს და ბიუჯეტის გარანტიით აპირებს.